ahead of our ეს არის ის ხელის რადიო კავშირის საშუალებები, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით of the emergency management service and based on the So it's great to see areas where we can work together to help. ხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი სამსახურის მიმართ. Thank you all for your work. I know often. ჩვენი ქვეყანა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მადლობა მინდა უთხრა კოლეგებს, რომლებიც Service will receive the other support, the other. Maybe say a couple of words, and I'm not as much of an expert as some of my military colleagues. Then they would be trained to determine. აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დაეხმარება მეხანძრე მმართველებს საკუთარი საქმიანობის შესრულებაში, ასევე კონკრეტულ საანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესში. მე მინდა მადლობა გადაუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ჯგუფს, რომელიც მუდმივად ხარს უჭერს საანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე და ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ასევე სამხედრო ჯგუფი მომავალშიც გეგმავს, რომ ხარდაჭერა აღმოუჩინოს საანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მათ შორის მატერიალური ტექნიკური თვალსაზრისით და გადმოსცეს დამატებით ახალი ტექნიკა, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს მეხანძრე მმართველებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში. მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ამერიკის საელჩოს საქართველოში და სამხედრო თანამშრომლობის ჯგუფს, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გაწია სამსახურის მიმართულებით, ათეულობით მილიონი ლარის აღჭურვილობა და ტექნიკა გადმოეცა სამსახურს ამ წლების განმავლობაში. დღევანდელი დღეც ნათელი მაგალითია იმ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის, რომელიც წლის განმავლობაშიც გაგრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო მათ ამ ხარდაჭერისთვის. The U.S. military has partnered for many years with Georgia's Emergency Management Service, and the donation today of communication and firefighting equipment will help the EMS to respond quickly and effectively to emergency situations. This is part of our humanitarian assistance, which includes everything from donations of medical supplies to upgrading of emergency facilities to strengthening and decentralizing Georgia's national emergency response mechanism. And humanitarian assistance has been for over 3 decades a key part of U.S.-Georgia cooperation, which reflects our shared commitment to saving lives and to supporting communities in times of need.